პოლიტიკური გადაცემების წამყვანი პოლიტიკაში მიდის ინგა გრიგოლია ოპოზიციურ პარტიასთან კონსულტაციებს აწარმოებს. ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს სატელევიზიო ეთერში დაბრუნების პერსპექტივას და სწორედ ამ დროს თანხმდება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შეთავაზებას. თუ კონსულტაციები წარმატებით დასრულდა, არჩევნებზე გრიგოლიას ჩუღურეთის რაიონში წარადგენენ. ცნობილი სატელევიზიო წამყვანი საზოგადოების წინაშე უახლოეს მომავალში ისევ წარსდგება, თუმცა სავარაუდოდ შეცვლილი სტატუსით. ინგა გრიგოლიას მოლაპარაკებები ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ პოლიტიკაში წასვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, გრიგოლია არ მალავს, რომ დაინტერესება დიდია და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსობაზე სერიოზულად დაფიქრდა. ნამდვილად არის ასეთი სურვილი მათი მხრიდანაც, ჩემი მხრიდანაც ძალიან დიდი ინტერესია, თუმცა საბოლოოდ ნამდვილად არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული საუბარი ზოგადად პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, ჩემს მოსაზრებებზე, მათ მოსაზრებებზე ნამდვილად იყო. მას უწევს ჩამოსვლა აპრილის შუა რიცხვებში და მე მაშინებს რომ გვიანი ხო არ არის. ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში გრიგოლიას პასუხი ჯერ არ მიუღიათ, თუმცა გარკვეული გეგმები მასთან დაკავშირებით მაინც აქვთ. უკვე გადაწყვეტილია, რომელ რაიონში იბრძოლებს პოლიტიკაში გადასული ჟურნალისტი დეპუტატის მანდატისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩუღურეთში ის იქნება საკმაოდ ღირსეული კანდიდატი შუალედურ არჩევნებზე. და მისი სახით საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრთა ნამდვილად გაძლიერდება. მან უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენთვის საკმაოდ დიდი პატივი იქნება პირდაპირ გეტყვით თუ ქალბატონი ინგას ვიხილავთ ქრისტიან-დემოკრატების რიგებში. უმრავლესობის ლიდერი ეკა ხერხეულიძე შესაძლო ოპონენტის წარმატებული პოლიტიკური კარიერის პროგნოზირებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ცნობილი ტელეწამყვანის მხრიდან ოპოზიციის მიმართ ასეთი დაინტერესება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ძალიან საინტერესო იქნება მისი მოღვაწეობა პოლიტიკაში, თუმცა დავძენდი, რომ ნამდვილად არ მგონია, რომ მისი მცდელობა პირველად გახლავთ ეხლა პოლიტიკაში მოსulis. ინგა ხშირად გამოირჩეოდა ოპოზიციური განცხადებებით, ვიცით რომ კეთილგანწყობილი ხელისუფლების მიმართ არასდროს არ ყოფილა, ამდენად წარმატებას უსურვებდა, ვფიქრობ, რომ საზოგადოების განსაჯელია, რამდენად სასარგებლო პოლიტიკოსი აღმოჩნდება ინგა. ის რომ გრიგოლია შესაძლოა მათი კოლეგა გახდეს, ოპოზიციის ლიდერებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტის პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით მათ მაინც განსხვავებული მოსაზრება აქვს და მიაჩნიათ, რომ ცნობილი ტელეწამყვანი პოლიტიკაში შესაძლოა ისეთივე წარმატებული არ აღმოჩნდეს. ინგა ერთმნიშვნელოვნად ნიჭიერი ადამიანია, თუმცა მინდა ითქვას, რომ კარგი ჟურნალისტობა, კარგი პოლიტიკოსობას არ ნიშნავს, ისე როგორც კარგი პოლიტიკოსობა არ ნიშნავს კარგი ჟურნალისტობა. ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკიდან წასვლა არის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი რამ ქართული ჟურნალისტიკისათვის. ამის თქმა შემიძლია როგორც ფაქტის, მაგრამ აი რა იქნება მისი მისვლა პოლიტიკაში და როგორ მოახდენს იგი საკუთარი თავის რეალიზაციას, ამის პროგნოზირება საკმაოდ რთული თემაა. გრიგოლიას გაპოლიტიკოსებას არ გამორიცხავს ჟურნალისტი ია ანთაძე. მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ თავად მსგავს გადაწყვეტილებას ვერასოდეს მიიღებდა. ამის მიზეზად ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. ჟურნალისტიკა თავისი არსით არის ორიენტირებული პრინციპებზე და პოლიტიკა თავისი არსით არის ორიენტირებული მიზანშეწონილობაზე და ძალიან ხშირად პრინციპები და მიზანშეწონილობა არის დაპირისპირებული ერთმანეთთან. ამიტომ კარგ ჟურნალისტს ალბათ ყოველთვის უჭირს, რომ იყოს კარგი პოლიტიკოსი. იმიტომ რომ მე მაინც ესე მგონია, რომ პოლიტიკა და ჟურნალისტიკა არის სრულიად საწინააღმდეგო ორიენტირებზე დაფუძნებული. ინგა გრიგოლიას საეთერო პაუზა არაერთხელ ჰქონია, თუმცა მაყურებლის წინაშე ის ყოველთვის ტელეწამყვანის ამპლუაში ბრუნდებოდა. ბოლოს მისი თოქ-შოუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა. უკვე რამდენიმე თვეა ცნობილი ტელეწამყვანი ლონდონში სწავლას განაგრძობს და არ გამორიცხავს, რომ მიღებული განათლება არა ჟურნალისტიკაში, არამედ დიდ პოლიტიკაში გამოიყენოს.